ფუნდუკი დაარსდა 2012 წელს და მას შემდეგ ვაწარმოებთ ავეც და სამოს. როდესაც მივხვდით, რომ სწრაფი მოდა ძალიან დიდ ზიანს აყენებდა გარემოს, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ეკოკომფორტული პროდუქცია. ვიყენებთ ქსოვილს, რომელიც არ ზიანდება მარტივად და მალე და შესაბამისად დროში ძალიან დიდხანს ძლებს. გარდა მაგისა, ჩვენ არ აგვაქვს ფაქტიურად ნარჩენები, იმიტომ რომ ვიყენებთ ყოველ პატარა ნაკუთსაც კი, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. გვაქვს ეთნიკური ხაზიც, ვაწარმოებთ ქართულ ჩითას, ძველი თუშური ტექნოლოგიით მზადდება. ამ პროცესებში ჩართული ყავს ქალები რეგიონებიდან, ასევე სათემო ორგანიზაციები და ძალიან პოპულარულია როგორც ქართულ მომხმარებლებში, ასევე უცხოელებსაც ძალიან უყვართ და ეს რაღაც ერთგვარი გაცნობა არის ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ. იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა ყოფილიყო უფრო წარმატებული, ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ევროკავშირის პროექტებში. ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე ტიპის დაფინანსება, რითიც განვავითარეთ ჩვენი საწარმო, სამკერვალო კონკრეტულად. EU for Business-ის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ დანადგარები, ასევე რამდენიმე გასვლითი ტური გქონდა ევროპაში. ექსპორტის კუთხით გავიარეთ რამდენიმე ტრენინგი. ყველა ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ევროკავშირის პროექტები დაგვეხმარა, რომ გაგვეღმავებინა ცოდნა და დაგვენერგა მაღალი დონის სტანდარტები. ამ ტიპის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს და სტიმული ქონდეს ბიზნესებს, ამაღლდეს ცნობიერება, სოციალური პასუხისგებლობა, ბიზნესებიც განვითარდეს ამ მიმართულებით და ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.